ამ ვიდეოში მოვგზავნოთ თავშალს განსხვავებული სახით, ანუ უზორით. ავიღოთ 5 თვალი, ჰაეროვანი თვალი. შემდეგ პირველ თვალში შევიდეთ, გამოვიტანოთ თვალი და ერთმანეთში გავატაროთ. ამას ქვია შემაერთებელი თვალი. გავაკეთოთ 2 ჰაეროვანი და 6 ერთნამატიანი ამ წრეში ზუსტად. რაც ჩვენ შევაერთეთ 5 თვალისაგან, ჰაეროვანი თვალისაგან გაკეთებული. 6 ერთნამატიანი. სულ კედლიანად, ანუ 3 ჰაეროვანი რო გავაკეთეთ დასაწყისში, უნდა გამოვიდეს 7 სვეტი. 1, 2, 3, 4, 5, 6 და მე-7-ს გავაკეთოთ. აი ასე. როდესაც საქსოვი პატარაა, ცოტა ძნელია ხოლმე მოგზოვა. შემდეგ მოვგზავნოთ 5 ჰაეროვანი, მოვაბრუნოთ და ამ 7 სვეტიდან შუა 3 სვეტზე გავაკეთოთ უნამატო თვლები. აი შეხედეთ, სად შევუყარე, ნახრეტი აქედანაც ემჩნევა, როცა შევუყრი, ჩხირზე ჩანს 2 ძაფი. ანუ 7-დან შუა 3-ში გავაკეთოთ უნამატო თვლები. შემდეგ 3 ჰაეროვანი და ბოლოში, სულ ბოლოს გავაკეთოთ უნამატო. აი ასეთი გამოგვივიდა. შემდეგ ისევ 2 ჰაეროვანს ვაკეთებთ, 2 ჰაეროვანი დასაწყისში, როდესაც კეთდება ჰაეროვნები, კედელს უწოდებენ, კედელი. და აი შეხედეთ, 2 თაღია ნაკსოვში, 1 აქეთ, 1 აქეთ. პირველ თაღში ისევ 6 ერთნამატიანი უნდა გავაკეთოთ. 3, 4, 5 და 6. წინა რიგში გავაკეთეთ 3 უნამატო და ის შუა რომელიც არის, იქ გავაკეთებთ 1 უნამატოს. შემდეგ ისევ თაღი მოდის, აი ნახეთ, თაღი ჩანს, თაღი, სადაც გავაკეთებთ 7 ერთნამატიანს. აი ასე. გადავდივართ შემდეგ რიგზე. 2 ჰაეროვანი, კიდევ 3-ც უნდა დავამატოთ, სულ 5 გამოვიდა და მოვაბრუნებთ. 7 ერთნამატიანი გვაქვს გაკეთებული წინა რიგში
და შუა სამში ისევ ვაკეთებთ უნამატოებს. აი ესე. შემდეგი სამი ჰაეროვანი გავაკეთოთ. სამი ჰაეროვანი და აი ამ 7-დან სამში, შუა სამში გავაკეთოთ უნამატოები, 3 უნამატო. აი ასე. შემდეგ ისევ 3 ჰაეროვანი მოვგზავნეთ და ბოლოს უნამატოთი ვამთავრებთ. ამის შემდეგ მოვგზავნთ 2 ჰაეროვანს, მოვაბრუნებთ და ჩვენ უკვე გვაქვს 3 თაღი. ნახეთ, 3 თაღი. თითო თაღში აი ახლა 3 ჰაეროვანი ხომ კედელია, იგივე სვეტია და ამის გარდა კიდევ 6 ერთნამატიანს ვაკეთებთ, ანუ მთლიანობაში გამოდის 7 სვეტი, რადგან 3 ჰაეროვანიც სვეტის როლს ასრულებს. როგორ გადავითვალოთ, რამდენი გავაკეთეთ? ჯოხებივით არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. შემდეგ, სადაც წინა რიგში 3 გავაკეთეთ უნამატო, აი ზუსტად შუაში, 3 შუაში, ანუ მეორეში, 3-დან მეორეში ვაკეთებთ უნამატოს. შემდეგ ისევ გამოჩნდა თაღი. ვაკეთებთ 7 ერთნამატიან სვეტს. 2 მოვგზავნე უკვე, ესეც 3, 4, 5, 6 და 7. წინა რიგში, როდესაც გავაკეთეთ 3 უნამატო, აი 1, 2, 3. შეხედეთ 3 ნახრებია. შუაში ვაკეთებთ, აი ეს არის შუა უნამატოს. და ისევ თაღში უნდა გავაკეთოთ 7 ერთნამატიანი. ხედავთ, რომ ძალიან ადვილია და ძალიან ლამაზი გამოდის. ეხლა მევგზავ ალიზე ჯინსით. ასე აწერია იარლიხს. ბამბის ძაფია. და მგონია, რომ ცოტა უხეშია ამ უზორისათვის, სახისთვის, ამ სახისთვის ცოტა უხეშია. ალბათ თავშალი უფრო მოქნილი უნდა იყოს, უფრო რბილი. ამიტომ შეგვიძლია ავირჩიოთ უფრო ნაზი ძაფი. მაგალითად, მე ასე მგონია, ეს სახე მოუხდება უფრო ალიზე ძივას. ეხლა დავამთავრეთ მოგზავა და კვლავ 5 ჰაეროვანს ვაკეთებთ. ანუ რა პრინციპია აქ ეხლა, რომ დავაკვირდეთ? კენტრიგებში, ანუ პირველი, მესამე, მეხუთე რიგში ვაკეთებთ 2 ჰაეროვანს თავიდან საწყისში, ხოლო ლუწ რიგებში 5 ჰაეროვანს. ეხლა სავარაუდოდ ლუწი რიგია. შეხედეთ, 5 გავაკეთე, მოვატრიალე, მოვაბრუნე და აი ეს 7 რომ არის გაკეთებული, ამ 7-ის შუა 3 თვალში გსოვთ უნამატოებს.
აი ასე. შემდეგ ისევ 3 ჰაეროვანი 1 2 3 ისევ მივედით შუა 3 თვალთან 1 2 3 კიდევ 3 ჰაეროვანი შუა 3 თვალი მოვგზავნოთ 1 2 3 კიდევ 3 ჰაეროვანი და ბოლო თვალში, აი სულ ბოლოში მოვგზავნოთ უნამატო. შეხედეთ რა გამოვიდა უკვე გავასწოროთ. ყაისნაღით მოგზავის საერთოდ გასწორება უყვარს ხოლმე ჭირებით ნაგზოვისაგან. აი შეხედეთ, აი ესე გავასწოროთ და ჭირების ნაგზოვისაგან განსხვავებით. ეხლა გავაკეთოთ 3 ჰაეროვანი 1 2 3 ჰაეროვანი არა ბოდიში 2 ჰაეროვანი მოვაბრუნოთ და 6 ერთნამატიანი გავაკეთოთ. რატო 6 მთლიანობაში ხო აქ ყველგან უნდა იყოს წესი 7-7, ხო? აი ეს მარაოებივით არის. აი ესენი 7-საგან უნდა შედგებოდეს. 6 იმიტომ რომ პირველი სვეტის მოვალეობას ასრულებს კედელი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ 3 ჰაეროვანი თვალისაგან. აი ესეც მე-6 როგორ გადავითვალოთ? შეხედეთ 1 2 3 4 5 6 7, აი 7 სვეტია. ამის შემდეგ წინა რიგში 3 უნამატო რომ გავაკეთეთ, მეორეში შევდივართ და ვგზავნოთ უნამატოს და ისევ გამოჩნდა თაღი, სადაც 7 ერთნამატიანს გზავნოთ. 2 3 4 5 6 7 რაც შეიძლება თავისუფალი თვლებით ვგზავნოთ, უფრო კარგი და დამყოლი გამოვა. შემდეგ ისევ გამოჩნდა ეს 3 წინა რიგში გაკეთებული 3 უნამატო, შუაში მოვგზავნეთ უნამატო და გადავიდეთ შემდეგ თაღზე. ანუ რა გამოდის? ძალიან ადვილია, ხო? თაღებში ვაკეთებთ 7-7, ხოლო წინა რიგის 3 უნამატოებში შუაში ვგზავნთ მხოლოდ 1 უნამატოს. აი 4, ეხლავე 5, 6, 7 და მოვძებნი სად არის ეს 3 უნამატო. აი დავინახე კიდევაც შუაში 1 უნამატოს ვაკეთებ. ნახეთ რა ლამაზი გამოდის. და ისევ გამოჩნდა თაღი, სადაც 7 ერთნამატიანი სვეტი უნდა მოვგზავნოთ. 2 3 4 5 6 7. აი ასე. ეხლა ვაკეთებთ 5 ჰაეროვანს. აქედან 2 არის კედელი, 3 თითქოს აი თავსახური ზემოდან წამოეფარება და აი ამ 7-3-ში
ვაკეთებთ 3 უნამატოს. 7-ის შუა 3 თვალში ამოყვავს. მერე კიდევ 3 უნდა მოვგსოვოთ ჰაეროვანი და ისევ აი ვაკვირდები სად არის ეს შუა 3 1 2 3 ვცდილობ თავისუფალი თვლებით მოვგსოვო, რომ უფრო მსუბუქი და ნაზი გამოვიდეს. ისევ 3 ჰაეროვანს ვაკეთებ და შემდეგ მარაოზე გადავდივარ და აქაც 3 უნამატო მოვგსოვოთ. ამის შემდეგ ისევ 3 ჰაეროვანს გსოვ და ბოლო, აი სულ ბოლო თვალში ვაკეთებ უნამატოს. ეხლა ამის შემდეგ შეხედეთ აი როგორი გამოდის. ზუსტად სამკუთხედი ფორმა მიიღო. აი აქეთ ამხარებ ნახოთ თუ გნებავთ. შეხედეთ რა ლამაზია. მოვგსოვოთ 2 ჰაეროვანი, 1-2 მოვატრიალოთ და აი ამ ყოველ ამ თაღში ვაკეთებთ 7 ერთნამატიანს. კიდევ გავიმეორებ, რომ პირველ თაღში 2 ჰაეროვნის მერე 6 ვაკეთებთ, რადგან 2 ჰაეროვანიც სვეტის როლს თამაშობს. აი 2 მაქვს კიდევ მოსაგსოვი. 7-ს როცა მოვგსოვთ, მოვძებნით წინა რიგში გაკეთებულ 3 უნამატოს და ამათ შუაში შევდივართ და ვგსოვთ უნამატოს. კიდევ შემდეგი თაღია და აქაც ვგსოვთ 7 ერთნამატიანს. უკვე 5 მაქვს მოგსოვილი, 6 ეს და ესეც 7. გავაკეთე თაღში 7 ერთნამატიანი და აი შუაში მოვგსოვე უნამატო. აი საინტერესოა ის, რომ ჩხირებით გსოვის დროს ნამატი კეთდება ჩემიდან გარეთ, აი შიგნიდან გარეთ და ყაის ნაღის გსოვის დროს მოსახერხებელია უფრო გარედან შიგნით. ხო, ეხლა 7 თაღი გამოჩნდა, 7 ერთნამატიანი უნდა მოვგსოვოთ. 2 ნამდვილად უფრო თხელი ძაფი მოუხდება ამას თავშალს. უფრო მოქნილი გამოვა. მე-7. ანუ თაღში გავაკეთე 7, მერე მოვძებნე 3 უნამატო, შუაში მოვგსოვე უნამატო და ისევ 7. დარწმუნებული ვარ, თქვენთვის უკვე ადვილი გახდა
ამ სახის მოგზოვა. ჩვენ კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ, როგორ დავიწყეთ მოგზოვა. დავდოთ რომელი მხარე უფრო მოგწონთ ეს თუ ეს. მგონი ორივე მხარე ლამაზია. ანუ ავიღეთ 5 თვალი. 5 თვალი ავიღეთ. შემდეგ 2 ხაეროვანი გავაკეთეთ. ბოდიშით 5 თვალი რომ ავიღეთ, შევაერთეთ ეს ბოლო თვალი პირველ თვალთან. შევაერთეთ ბოლო თვალი პირველ თვალთან და მერე, როდესაც წრე გაკეთდა, ამ წრეში მოვგზოვეთ ჯერ 2 ხაეროვანი და მერე 6 ერთნამადიანი. 6 ერთნამადიანი. შემდეგ გავაკეთეთ 5 ხაეროვანი, ამ 7 ერთნამატიანის შუა სამთვალში მოვგზოვეთ უნამატოები, შემდეგ 3 ხაეროვანი და ბოლოში ისევ უნამატო თვალით მოვგზოვეთ. ანუ რა გამოდის? პირველ, მესამე, მეხუთე, მეშვიდე და მეცხრე და ასე შემდეგ კენტრ რიგებში ვგზოვთ აი ამას. მარაოს ფორმა რომ აქვს, მარაოს ფორმა. ხოლო წაღმა რიგებში იგზოვება ძირითადად ხაეროვნები და უნამატოები. ასე ვაგრძელებთ მანამ, სანამ საჭირო ზომას არ მივიღებთ. შესაკრავების გაკეთება უკვე გიჩვენეთ ცისფერი თავშლის ვიდეოში, სადაც შეგიძლიათ ნახოთ. უადვილესი სახეა მოსაგზავნად და ძალიან ლამაზი. გისურვებთ წარმატებას.